მოგესალმებით, წარმოგიდგენთ დამხმარე მასალას ქართლის სამეფოს დამაარსებლის მეფე ფარნავაზის შესახებ. ძველი ქართული საისტორიო თხზულებები, ქართლის ცხოვრება და მოქცევაი ქართლისაი თვალსაჩინოდ ასახავს ქართლის სამეფოს შექმნის პერიპეტიებს, რომელიც მიმდინარეობდა ცალკეულ არისტოკრატიულ გვარებს შორის ქართლში უზენაესი ხელისუფლებისათვის ცხარე ბრძოლის ფონზე. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ ერთეულთა ხელისუფალნი ამ ბრძოლაში დასახმარებლად გარეშე ძალასაც მიმართავდნენ. ასე მაგალითად, ჯერ აღმოსავლეთ საქართველოს იმ სამხრეთ ოლქის მმართველმა, რომელიც ოდესღაც ირანის სახელმწიფო შემადგენლობაში შედიოდა და ამიტომ არიან ქართლად, ესე იგი ირანის ქართლად იწოდებოდა, შეძლო პონტოს სამეფოს მხარდაჭერით თავისი გავლენა გაევრცელებინა მდინარე მტკვრის ჩრდილოეთით მდებარე მიწა-წყალზეც. ჩვენი ქართული საისტორიო ქრონიკა, მოქცევაი ქართლისაი, არიან ქართლიდან მოსულ აზოს ქართლის პირველ მეფეს უწოდებს. თუმცა ოფიციალური ვერსია ქართლის ცხოვრება მას ასეთად არ აღიარებს, რამდენადაც იგი ქართლში უცხო ძალის ბერძენთა მეოხებით მოვიდა როგორც დამპყრობელი. უცხო ძალაზე დამყარებული აზოს ბატონობა ქართლში დიდხანს არ გაგრძელებულა. ქვეყანაში იფეთქა აჯანყება, რომელსაც სათავეში ედგა მცხეთის წარჩინებული გვარის წარმომადგენელი ფარნავაზი. მამულად ქართლელი, კაცი გონიერი, მხედარი შემმართებელი და მაშინ ყოველნი ქართველნი განუდგეს აზონს და მოვიდეს წინაშე ფარნავაზისი. ბრძოლა იყო უთუოდ ცხარე და ულმობელი, რასაც შესაძლოა მოწმობდეს სამადლოს, ციხია გორასა და სხვა ნაქალაქარებისა თუ ნასახლარებზე ფიქსირებული ძლიერი ნგრევისა და ხანძრის ნაშთები. აჯანყება ქართველთა გამარჯვებითა და ფარნავაზის გამეფებით დამთავრდა. ფარნავაზის გამეფების თარიღად ძველი წელთაღრიცხვის 284 წელია მიჩნეული, რაც ქართული ეროვნული წელთაღრიცხვის დასაწყისიცაა და გამოსავალი თარიღი ქორონიკონისა. რა თქმა უნდა, იბერიის სამეფოს დაარსებისა და ფარნავაზის გამეფების თარიღის ასეთი სიზუსტით აღიარება შეიძლება იწვევდეს გარკვეულ ეჭვს, მაგრამ ის მაინც არის უცილობელი, რომ ქართული წყაროებით ფარნავაზი იყო სელევკიდური სახელმწიფოს მეთაურის ანტიოქოს პირველის თანამედროვე, ესე იგი ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნის მოღვაწე. ქართული ოფიციალური საისტორიო ტრადიციით ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლისა, რომელმაც სათავე დაუდო ფარნავაზიანთა დინასტიას. ამ უკანასკნელს იხსენიებენ ძველი სომხური საისტორიო წყაროებიც. ძველმა ქართულმა საისტორიო ტრადიციამ შემოგვინახა მეტად საყურადღებო ცნობები ქართლის პირველი მეფის მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ, რომლებშიც ფიქსირებულია სახელმწიფოს ყველა არსებითი ნიშანი. მთელი სახელმწიფო დაყოფილი იქნა 8 ტერიტორიულ ადმინისტრაციულ და 1 სამხედრო ერთეულად, რომელთაც საერისთავო ეწოდებოდა. მათ სათავეში იდგნენ ადგილობრივი გვაროვნული არისტოკრატიის წარმომადგენლები, რომლებიც ამიერიდან სახელმწიფო მოხელეებად იქცნენ. ფარნავაზის მიერ შექმნილი სახელმწიფო შინაგანი სოციალურ-პოლიტიკური სტრუქტურის წარმოსადგენად უაღრესად დიდ მნიშვნელოვანია ქართული წყაროს ცნობა. განაწესნა ერისთავნი რვანი და სპასპეტი, ხოლო ამათ ერისთავთა ქვეშე ადგილთა და ადგილთა განაჩინა სპასალარნი და 1000-ის თავნი და მათგან ყოველთაგან მოვიდოდა ხარკი სამეუფო და საერისთავო. წყაროს ცნობა აქ გულისხმობს ქვეყნის არა მხოლოდ სამხედრო ერთეულებად დაყოფას, არამედ საგადასახადო ადმინისტრაციულ და სამხედრო ერთეულებად, საათასის თავოებად, საიდანაც მოვიდოდა ხარკი სამეუფო. ძველი ქართლის 1000-ის თავი და მის ხელთ დაქვემდებარებული ფისკალური ერთეული ემსგავსებოდა სელევკიდების სირიისა და ელინისტურ აზიაში არსებულ ხილიარიხების, ესე იგი 1000-ის თავოებს, სადაც მოსახლეობას შეჰქონდა სამეფო გადასახადი, ისევე როგორც ქართლში ხარკი სამეუფო. ამრიგად ფარნავაზმა თითქოს გადმოიღო ელინისტური სახელმწიფოს წყობილების ფორმები ქართლში,
მაგრამ აქ საქმე ეხება მხოლოდ ისტორიულად ჩამოყალიბებული ადგილობრივი ვითარებისთვის იმდროინდელი მოწინავე სახელმწიფოებისათვის დამახასიათებელ ელფერის მიცემას. ამ თვალსაზრისით უნდა განვიხილოთ ფარნავაზის მიერ საკუთარი კულტის დაწესებაც. ამანვე ფარნავაზს შექმნა კერპი დიდი სახელსაზედა თვისა, ესე არს არმაზი, რამე თუ ფარნავაზს სპარსულად არმაზ ერქვა. აღმართა კერპი იგი არმაზი თავსა ზედა ქართლისასა და მიერითგან ეწოდა არმაზი კერპისათვის და ქმნა სათფურება დიდი კერპისა მისთვის აღმართებულისა. ძველ ქართულმა წყაროებმა მოქცევაი ქართლისარი შემოგვინახა ამ კერპის აღწერილობაც. დადგა კაცი ერთი სპილენძისაი და ტანსა მისსა ეცვა ჯაჯ ოქროისა და ჩაფხუტი ოქროისაი და სამხარნი ესხენ ფრთხილნი და ბივრიტი და ხელსა მისსა აქვდა ხრმალი ლესული, რომელი ბრწყინავდა და იქცეოდა ხელსა შინა, რეცა თუ რომელი შეეხები თავი თვისი სიკვდით განაწირის და მარჯულ მისა და დგა კერპი ოქროისა და სახელი მისი გაცი და მარცხ მისა კერპი ვერცხლისაი და სახელი მისი გა. ამრიგად ჩვენს წინაშე წარმოსდგება უმაღლეს ღვთაებათა სამეული არმაზი, გაც და გაიმი, რომლის სათავეშია არმაზი. ეს ნიშნავდა არა მხოლოდ ახალი კულტის დაწესებას, არამედ ერთიან სახელმწიფოებრივ კულტს, რომელიც ამიერიდან უპირისპირდებოდა ცალკეულ სატომო თუ სათემო კულტებს. უმაღლესი ღვთაება არმაზი და მოადგილე ღვთაებები გაცი და გაიმი. ძველი ქართული საისტორიო ტრადიცია ფარნავაზს მიაწერს აგრეთვე ქართული მწიგნობრობის, ესე იგი ქართული დამწერლობის შექმნას. შექმნა მწიგნობრობა ქართული. ფარნავაზს განავრცო ენა ქართული და არღარა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსაშინა თვინიერ ქართულისა. ამ ცნობის თანახმად ფარნავაზს ქართული ენა სახელმწიფო ენად დაუმკვიდრებია. ამრიგად ფარნავაზის მოღვაწეობა აღიქმება როგორც ახალი ქართული სახელმწიფოს, ესე იგი ახალი ქართული ცივილიზაციის დაბადება. ფარნავაზიდან და მის მიერ შექმნილი სახელმწიფოდან ფაქტობრივად იწყება ქართული ცივილიზაციის ისტორია. ქართლის ცხოვრების მიხედვით დასავლეთ საქართველოს ეგრისის მმართველი ქუჯი ასე მიმართავს ფარნავაზს: შენ ხარ შვილი თავთამათ ქართლისათა და შენ გმართებს უფლობა ჩემი, შენ ხარ უფალი ჩვენი და მე ვარ მონა შენი. ფარნავაზიდან იწყება ქართველი ტომებით დასახლებული ტერიტორიების ერთ სახელმწიფოში გაერთიანების ხანგრძლივი პროცესი. ამრიგად იქმნებოდა ერთიანი ქართული ეთნოკულტურული სისტემა, რომელიც ეფუძნებოდა ერთიან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ორგანიზმს, როგორიც იყო ფარნავაზის მიერ დაარსებული ქართლის იბერიის სამეფო. მის ფარგლებში მოექცა მთელი აღმოსავლეთ საქართველო, ქართლი, კახეთი, სამცხე, ჯავახეთი, კოლა, არტაანი, კლარჯეთი და დასავლეთ საქართველოს ისტორიული კოლხეთის, აღმოსავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი ოლქებიც: ეგრისი, არგვეთი, აჭარა.